მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. მე ვარ ბატონი დიმიტრი, კატოს ბაბუა და ეთერშია თეთრი კარავი. ჩვენი დიდი ოჯახის გადაწყვეტილებით დღეს მე წავიყვან გადაცემას, რადგან ის ხმოვანი წერილები, რომლებიც ამ ბოლო დროს მივიღეთ, ძალიან სერიოზულ პრობლემებზეა და ამჯერად სჯობს ბავშვები მოვარიდოთ ასეთ თემებს. ხომ გახსოვთ? ჩემმა შვილიშვილმა კატომ და მისმა მეგობრებმა თეთრი კარავი უფროსების დასახმარებლად გამოიგონეს და მიზანი უკვე მიღწეულია. უკვე იმდენ ადამიანს მოუგვარდა პრობლემა. შეგახსენებთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ როგორც ხმოვანი, ისე ჩვეულებრივი წერილები და ასევე დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, ისმის ჩემი ხმა? დიახ, ისმის. გისმენთ ქალბატონო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მე თინა ვარ. იცით, სად არ დავრეკე და ვის არ მივმართე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოყვა ჯერჯერობით. ახლა გავიგე თეთრი კარავი პრობლემებს აგვარებსო და გადავწყვიტე თქვენთანაც ვცადო. დიახ, გისმენთ. ქალბატონო თინა, გისმენთ. ვეცდებით დაგეხმაროთ, გისმენთ. ძალიან აღელვებული ვარ და შეიძლება კარგად ვერც გადმოგცეთ რისი თქმაც მინდა, მაგრამ ასე ჩუმად ვეღარ ვიქნები. მისამართს არ ვამბობ, შეგნებულად არ ვამბობ, თუ ვინმე დაინტერესდებით, თეთრ კარავში დავტოვებ ჩემს ნომერს. მოკლედ, ჩემს პირდაპირ კორპუსში ცხოვრობს ახალგაზრდა ოჯახი. დედა, 3 მცირეწლოვანი შვილი და მამა. ქალი მთელი დღე მარტოა ბავშვებთან. უვლის, ეთამაშება, სადილს აკეთებს, აჭმევს, ასმევს, წიგნებს უკითხავს. ძალიან ახლოს არის ჩვენი კორპუსები და თითქმის ყველაფერი ჩანს ჩემი ფანჯრებიდან. ისეთი საყვარლები არიან, იმათ ყურებას არაფერი სჯობს. უფროსი ბიჭია, უმცროსები ტყუპი გოგონები. საღამოს როცა ქმარი ბრუნდება სახლში, ბავშვების მამა, არ ვიცი მერე რა ხდება. ისაფარებს ფარდებს თუ ამ ქალს რცხვენია, ისეთი წივილ-კივილის გინების და ლეწვა მტრევის ხმა ისმის მათი ბინიდან. გაგიჟდებით. არ ვიცი რა ხდება, როდემდე შეიძლება ასე ჩუმად ყოფნა, ვის მივმართო, მართლა არ ვიცი. თან ეს ერთხელ და ორჯერ კი არა, უკვე თვეები გრძელდება, თვეები. ვახ, რას ამბობთ? კარგი ქალბატონო თინა, დაგვიტოვეთ თქვენი კოორდინატები და ვეცდებით დაგეხმაროთ. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ახლა სრულიად შემთხვევით მოვისმინე საშინელი ამბავი. მე გახლავართ მაია, პროფესიით იურისტი, ქალთა უფლებადამცველი. დღესვე შეგხვდებით ქალბატონო თინა და გპირდებით ამ ამბავს არ დავტოვებ რეაგირების გარეშე. დიდი მადლობა თეთრ კარავს, რომ ჩვენამდე მოიტანა ეს ამბავი. ყველა მიბაძეთ ქალბატონ თინას და გახსოვდეთ, რომ თითეული მოქალაქის ვალია ნებისმიერი სახის ძალადობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია გექნებათ, გაავრცელოთ, რომ არც ერთი მოძალადე დაუსჯელი არ დარჩეს. ამით უამრავ ადამიანს დავეხმარებით და ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადავარჩენთ. შენაგაშენა ღმერთმა. ვფიქრობდი, როგორ დავეხმაროთ ამ ქალს მეთქი და აგერ ბატონო. აი, ისე ვიღაც რეკავს. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა, მე მქვია ირინა. დღეს პირველად გისმენთ და არ ვიცი ეს ფაქტი რამდენად არის ძალადობა, მაგრამ მაინც მინდა რომ რაღაც მოგიყვეთ. ჩემს მეზობლად ცხოვრობს არაჩვეულებრივი გოგონა. არც იმის და არც ჩემს სახელს არ ვამბობ, რა ვიცი, მაინც მეშინია უფრო მეტი პრობლემები არ შევუქმნა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ერთი პატარა ლამაზი სოფლიდან გიკავშირდებით. ზუსტ მის ამარც კი თეთრ კარავში დავტოვებ. მოკლედ, ამ ჩემმა მეზობელმა გოგონამ წელს დაამთავრა სკოლა და უმაღლესში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით ათხოვებენ.
წარმოგიდგენიათ, ყოველდღე ვხედავ, როგორი მოწყენილი და დათრგუნული დადის. მეზობლებდანაც აუგზალეს ურთიერთობა და სკოლის ბანკეტზეც კი არ გაუშვეს. ეტყობა იმის შიშით, რომ მასზე ვინმე გავლენა არ მოახდინოს. გუშინ ვნახე, რომ Facebook-იც კი გაუუქმებია და გადავწყვიტე დავეხმარო. აქ მეც ვერ ვიტყვი. უფრო მეტ ინფორმაციას და ჩემს საკონტაქტო ნომერს თქვენს მისამართზე გამოვაგზავნი. იქნების ქალბატონიც მაია ქვია, ხო? ქალთა უფლებების დამცველი, დაგვეხმაროს, მაგიტომ უფრო დავრეკე. დიახ, ქალბატონო მაია, ისევ გესმით? იქნებ აი, გონი გვირეკავს. დიახ, გისმენთ. ქალბატონო მაია, თქვენ ხართ? დიახ, მე გახლავართ, გისმენდით და დღეიდან თქვენი აქტიური მსმენელი ვიქნები. ქალბატონო ირინა, სწორედ მოიქეცით, რომ არ დამალეთ ეს ამბავი. არავის აქვს უფლება ვინმეს რამე დააძალოს. მით უმეტეს გათხოვება სწავლის სანაცვლოდ. თანაც ასეთ ადრეულ ასაკში. დღესვე გამოვართმევთ თეთრ კარავში თქვენს მისამართს და უახლოეს დღეებში მოვახდენთ რეაგირებას. გახსოვდეთ და გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო მსმენელებო. შევხვდებით ერთ კვირაში. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ამბებიც გვექნება. აბა დროებით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.